საუბარი. სახარება არაფერს ახსენებს მეზვერის არც ცოდვილობაზე და არც სიმართლეზე. არამედ მხოლოდ მიბაძვის მაგალითად წამოსევს მისი ლოცვის სახეს, რომელიც შედგებოდა მხოლოდ მისი ცოდვილობის შეგნებისა და ღვთისგან შეწყალების ყველაზე თავდაბალი თხოვნისაგან. ასეთი გადმოცემის მიზეზი აშკარაა. ყველა ადამიანი გამონაკლისის გარეშე ცოდვილია ღვთის წინაშე. ყველა სჭირდება შენდობა და წყალობა გადარჩენისათვის. ღმერთი კი თავისი შეუზღუდავი სრულყოფილებით თანაბრად იოლად პატიობს ყველა ცოდვას, როგორც პატარებს, ისე დიდებს. ღვთის სრულყოფილების მიხედვით მის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია სიმართლის მხრივ, რომლითაც ისინი მხოლოდ ერთმანეთისაგან შეიძლება განსხვავდებოდნენ. საკუთარი თავის მართლად აღიარება სხვა არაფერია თუ არა საკუთარი ცოდვების ვერ დანახვა, თუ არა საკუთარი თავის მოტყუება. ამიტომ ყველა ადამიანმა გამონაკლისის გარეშე, როცა ისინი ღვთის ტაძარში მივლენ ღვთის პირისპირ წარსადგენად, ან და ამის გაკეთებას განმარტოებით თავიანთ სახლში ან სხვა ადგილას დააპირებენ, თავი საკუთარი ცოდვილობის შეგნობით უნდა მოიმზადოს და ღმერთს ლოცვები მხოლოდ ამ შეგნებით შესწიროს. სხვაგვარად ჩვენი ლოცვა არ მიიღება. აი, მოკლე სწავლება ლოცვის შესახებ, საოცარი სწავლება, ძალიან კარგად ნათქვამი. მადლობა ღმერთს ამისთვის. რო უნდა ილოცო, რომ შენ ხარ ცოდვილი, უღირსი კაცი და გინდა მხოლოდ ერთადერთი რამე, შეწყალება, მეტი არაფერი. ეხლა ხანს ერთმა ადამიანმა რაღაც ლოცვა წამაკითხა, კაი ლოცვა იყო, კაი ტექსტი იყო. მაგრამ შინაარსი იცოდა ქონდა, უფალო შემიწყალე. ეს ახალი დაწერილი ლოცვა. არ არის საჭირო ახალი ლოცვის მოგონება. უფალო შემიწყალე, ყველაფერი ნათქვამია. კაცი რო შეწყალებას ითხოვს, იმან უკვე ყველაფერი თქვა. ამიტომ თუ კი კაცი საკუთარ ცოდვებზე არ ფიქრობს და ისე ლოცულობს, მისი ლოცვა არ მიიღება. ღმერთი არ უსმენს, ტყუილად ლოცულობს. და თუ კი კაცი ლოცულობს სინანულით, გაცნობიერებულია ხრო ცოდვილი და ნანობს, ასეთი ლოცვას ღმერთი იწირავს. ხოლო მეზვერე იგი შორს დგა, მოგვითხრობს სახარება. და არა იკადრებდა თვალთაცა ზიახილვად, არამდე იცემდა მკერსა და იტყოდა, ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას. სახარება ამ სიტყვებით გვასწავლის, რომ ლოცვისას სულის თავდაბალი განწყობა უნდა შეესაბამებოდეს სხეულის მდგომარეობას. ტაძარში უნდა აირჩიო არა წინა, არა გამოჩენილი ადგილი, არამედ მოკრძალებული, რომელიც არ მოგცემს გართობის მიზეზებს. თვალებს თავისუფლება არ უნდა მისცე და ეგ გამუდმებით მიწისაკენ იყოს დახრილი, რათა გონება და გული დაუბრკოლებლად ღვთისკენ იყოს მიმართული. მეზვერე მოხრილი კაცის შესახედაობა ჰქონდა. ის ცოცხლად შეიგრძნობდა თავის ცოდვების ტვირთს და ნებისმიერი, ვინც კი ნათლად შეიგრძნობს ამ ტვირთს, რომელიც სულს დრგუნავს, უნებურად მიიღებს მოხრილისა და მწუხარის ირს. როგორც წმინდა დავით მეფემ თქვა, დავგლახაკე და დამდაბდი სრულიად, მარადღე მწუხარე ვიდოდე, რამე თუ ცეძონი ჩემნი აღვივსეს ნაგვემთაგან და არა არს კუნებაი ხორცთა ჩემთა. შეუძლებელია არ შეამჩნიოთ, რომ მეზვერის მიერ ტაძარში არჩეული ადგილი ტაძრის სიღრმეში სახარების მიერ მითითებულია ფარისევლის მიერ არჩეული ადგილის საპირისპიროდ, რომელიც რა თქმა უნდა წინ იდგა, რათა შეკრებილი ხალხი შეეგონებინა და მათი ყურადღება მათივე ხალხის საკეთილდღეოდ მიეპყრო. ჩვეულებრივ ასე ამართლებს და ფარავს თავის მოქმედებას ამპარტავნება. მდგომარეობა, რომელიც მეზვერის სხეულმა მიიღო მისი ფიქრების შესაბამისად,
ეწინააღმდეგება იმ მდგომარეობას, რომელიც ფარისეველმა მისცა თავის ხეულს. ასევე სულიერი მოძრაობის შესაბამისად, რომელიც სიამაყის გულის სიტყვებმა წარმოშვა. მეზვერემ, რომელიც თავს სოდვილად აღიარებდა, ვერ გაბედა თვალის ზეცისაგან აეპყრო. ფარისეველი, რომელიც თავს მართლად აღიარებდა, თავისუფლად აპყრობდა ზეცას კადნიერ თვალს. მებაჟე ცოდვის სიმძიმის გამო, რომელიცაც შეიგრძნობდა ტვირთით დამძიმებული ჩანდა. ფარისევლის სხეულმა ამის საპირისპირო იერი მიიღო. გამხნევებული, გამართული, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენითა და თავდაჯერებულობით ფრთაშესხმული. მებაჟის სახეს სევდა ფარავდა. ფარისევლის სახე თქვით კმაყოფილებით ბრწინავდა. ზოგჯერ ფარისევლები დგებიან ტაძრის სიღრმეში. ეგეთი შემთხვევაა, რომ უკან დადგება ფარისეველი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი წარჩინებულები არიან. შემდეგ უცებ გადადიან ხალხის წინაშე, რათა უფრო ძლიერად გააოცონ, როგორც ჩინის გამოჩენით, ისე თავდაბლობის გამოვლინებით. თითქოს თავდაბალი იყო იქით იდგა და მე გადმოვაწი, ყველასგან ყურადღებას მიიქცევს, ესეც ამპარტავნებაა და ფარისევლობა ჩვეულებრივი. საჭიროების მიხედვით ისინი სხვადასხვა სახებს იღებენ, მაგრამ ისინი ყოველთვის გამოგონილია. აი ფარისეველი ხშირად სხვადასხვანაირად იქცევა, მაგრამ ყველაფერს იგონებს. ბუნებრივი იქ არაფერი არ არის. აი შეიძლება თავდაბლურად მოიქცეს, ისე თავდახრილი იდგეს. მაგასაც იმიტომ აკეთებს, რომ განადიდონ კაცებმა. მერე უსად გადმოვა, ყველაფერს ხებს დაანახებს და მერე დაიწყება ცუდმედიდობა. ყველაფერს იგონებს ფარისეველი. ეხლა აი მოდი აქ ჩავფიქრდეთ ჩვენ როგორ გივართ ტაძარში. ტაძარში რომ შეხვალო, ისეთი ადგილი იპოვეო, რომ ყუდროთ იყო. თვალებს საშუალება არ მიცი აქეთ-იქით იყურებოდეს. ის ადგილას უნდა დადგე, რომ ხალხი ვერ ეთვარიელო. ეს ლოცვაში ხელს უშლის კაცს. შენ თუ შინაგანად წუხარ, ტაძარში შეწუხებული უნდა იდგე. ეხლა დავაკვირდეთ იმ ქალებს, აქ რომ მოდიან, ოქრო ვერცხლი რო აქვთ ასხმული. რაღაცები რო უშიათ სახეზე. სქელი პომადა. თვები აფუებული რო აქვთ. და თავშალი უყითი, აი ეკაფარია ოდნავ ეს. თითმებით თუ არ დამალე. რისთვის არის თავშალი? ბეჭდები ოქროსი, სხვებს გადახედავს ზემოდან. აი ჩვეულებრივი ფარისეველი. ტაძარში გალაღებული როგორ უნდა დადგე? ტაძარში უნდა იყო მოგრძალებული. ერთხელ ერთმა ეპისკოპოსმა ერთგვარს უთხრა, ახალი ნაკურთხი იყო იმ დღის აკურთხეს, როგორც მე მახსოვს. აი ახლა როგორც გეშინია ღმერთის საკურთხეველში დგეხარო, აი ესე უნდა გეშინოდეს სიკვდილის წინაც რომ. ჩვენ ტაძარში შემოვალთ, გავივლით, გამოვივლით. ბავშვებს არ ვაჩვევთ, წესიერად მოიქცნენ. დარბიან. ნახე როგორ იდგა მეზვერე. თავი ქონდა დაღონული, ბოლოში იდგა, ავერაბის ვერ ხედავდა. მხოლოდ საკუთარ ცოდებს ხედავდა და წუხდა. და ტაძრიდან გავიდა გამართლებული. აი გალაღებული რომ მოხვალ ტაძარში, იცი რას ნიშნავს? შინაგანად არაფერს არ ნანობ. აქ ზოგი შემოვა, მოიკითხავს, ესე გადაზახებს, გადმოზახებს, ელამებს, მოაწყობს. ვერ ხვდება ეს კაცი სად არის. ვერ ხვდება, რომ ღმერთთან მივიდა ეკლესიაში, იმიტომ რომ თავის ცოდებზე არ ფიქრობს და ცოდებზე რო აფიქრობს, არის მერე კადნიერი. გულთამხილავმა უფალმა დაასრულა იგავი შემდეგი სიტყვებით. გეტყვით თქვენ, გარდამოვიდა ესე მეზვერე გამართლებული სახით თვისა, ხოლო ფარისეველი იგი, ვიდრე ფარისეველი იგი, რამე თუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი დამდაბდეს და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი იგი ამაღლდეს. ეს ნიშნავს მეზვერე გამართლდა, რადგან ღვთის მიერ მიცემულ გამართლებას მიმართა. ხოლო ფარისეველი განიკითხა, რადგან უარყო ღვთის გამართლება და სურდა საკუთარ დაცემულ ადამიანურ სამართალში დარჩენილიყო. დამდაბლება
ნიშნავს საკუთარი დაცემის, ცოდვილობის აღიარებას, რომლის გამო ადამიანი უარყოფილ ყოველგვარ ღირსებას მოკლებულ არსებად იქცა. ამაღლება ნიშნავს საკუთარი თავის სიმართლისა და სხვა სათნოებების მიკუთვნებას. თუნდაც გარკვეულწილად ჩვენი ღირსება ჩვენი სიმართლე, ფასი, რომლითაც თითოეული ადამიანი ფასდება და რომელიც მიცემულია თითოეული ადამიანისათვის, არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე. აი სიტყვები რაღაცნაირად მინდა რომ გულისხმოთ. თუ კაცი საკუთარ თავს ცოდვილად აღიარებს, რომლის გამოც ადამიანი უარყოფილ ყოველგვარ ღირსებას მოკლებულ არსებად მიაჩნია, არის თავდაბალი. ამაღლება ნიშნავს საკუთარი თავის სიმართლისა და სხვა სათნოებების მიკუთვნებას, თუნდაც გარკვეულწილად. და ჩვენი ღირსება, ჩვენი სიმართლე და ჩვენი ფასი თითოეული ადამიანისა ფასდება იმით, რაც არის ჩვენთვის მიცემული, უფალ იესო ქრისტეთი. იესო ქრისტეთი უნდა იამოყოს კაცმა, სხვა არაფრით. და მას უნდა მიბაძოს. საკუთარი თავი თუ კაცი ამოყობს, თუ კი გონია რომ რამე ღირსება აქვს, ასეთი კაცი ეშმაკმა მოატყუა. საწამლავი, რომელიც თლიანად წამლავს ფარისეველთა საქმიანობას, ის არის რომ ისინი ყოველ საქმეს მათსა იქმან საჩვენებელად კაცთა. მათი საქმიანობის საფუძველი ადამიანური დიდების ზიება, მიზნის მიღწევის საშუალება თვალთმაქცობა. თვალთმაქცობა ფარისეველთა ბუნება, უფალმა თვალთმაქცობას მათი საფუარი უწოდა. ფარისეველთა მთელი საქმიანობა გაჯერებულია თვალთმაქცობით. მათი ყოველი საქმის სული თვალთმაქცობაა. თვალთმაქცობა იშვება რა ამპარტავნებისაგან, ანუ ადამიანთა ქებისა და დიდების ზიებისაგან, თავისი წარმატებებით ამპარტავნებას კვებავს. ხოლო როცა ამპარტავნება სიმწიფის ასაკს მიაღწევს, მაშინ მისი მოქმედება აღტყინებებიდან მუდმივ სწრაფვაში გადადის. მაშინ ამპარტავნებიდან ყალიბდება უგუნური და ბრმა ვნება სიამაყე. სიამაყე არის სულის სიკვდილი სულიერი თვალსაზრისით. სიამაყით მოცულ სულს არ ძალუც არც თავდაბლობა, არც სინანული, არც მოწყალება, არც რაიმე სულიერი აზრი ან გრძნობა, რომლებსაც მოაქვს ცოცხალი ცოდნა გამომსყიდველი შესახებ და მასთან შეთვისება. იმისათვის რომ ავირიდოთ ფარისეველთა საფურით გადმოცემული საშინელი შხამი, სახარების სწავლების თანახმად, შევეცადოთ, შევასრულოთ ღვთისნებები მხოლოდ ღმერთისათვის და მთელი გულმოდგინებით დავმალოთ მათი შესრულება ადამიანთა განმხრწნელი თვალისაგან. ვიქმოდე დედამიწაზე ღვთისათვის და ზეცისათვის და არა ადამიანებისათვის. ვიქმოდეთ ადამიანებისათვის, მაგრამ არა იმისთვის, რომ მათ ჩვენთვის ქება გამოვძალოთ, არამედ იმისთვის, რომ მათ ნამდვილი სამსახური და სარგებელი მოუტანოთ. რისთვისაც ისინი ხშირად ტანჯავენ თავიანთ კეთილის მსურველებს. როგორც ბრიყვი და ძვინვარე მხეცი გლეჭს მათ, ვინც უბლის და კვებავს. ასე მოექცნენ წმინდა მოციქულებს, ღვთის მრავალ სათნოყოფელს, მოდით თვალყური ფრთხილად ვადევნოთ საკუთარ თავს. შევამჩნიოთ ჩვენი ნაკლურევანებები და შეცოდებები, ვევედროთ ღმერთს, რომ ჩვენი დაცემა და ცოდვილობა გაგვიმხილოს. ღვთის ნების აღსრულებისაკენ მუდმივი სწრაფვა ნელა-ნელა აღმოფხრის ჩვენში საკუთარი თავით კმაყოფილებას და სულის ნეტარი სიღატაკით შეგვმოსავს. ამ მადლიანი წმინდა სამოსით შემოსილები ვისწავლით ღვთის წინაშე ღვთის საამო წარდგომას, რისთვისაც სახარება აქებს თავდაბალ მეზვერეს.
ჩვენი ცოდვილობის გულწრფელი და ღრმა შეგნებით. ღვთისადმი ვედრები ჩვენ უეჭველად მივიღებთ ცოდვების მიტევებას და ჭეშმარიტი სიკეთეების სიმრავლეს. როგორც დროებიც ისე მარადილს. რამე თუ რომელმა დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს. უფალი ღვთის ჩვენი შემოქმედისა და მაცხოვრის ყოვლადწლიერი და ყოვლადსახიერი მარჯვენით. ამინ. ანუ ახეთ რას შობს თვალთმაგწობა, რითიც არის აღსებული ფარისეველი. სიამაყეს. და თუ კი კაცს სიამაყე გაუჩნდა, ახეთ როგორი მკაცრი სიტყვებია, ამ კაცს არაფერი არ ეშველება. არაფერი არ ეშველება. ამიტომ სიამაყეს უნდა გავიქცეთ. არ გინახიათ ადამიანი ელემენტარულ რამეს რო უხსნი და არიგებს? ამაყია. მას როგორ უთხრეს ეს, მან იცის. მიხვდა, კედელს მიადგა, ამბობდა გზა აქეთ არის და კედელს მიადგა. მაინც ამბობს აქეთ არის გზა. აი დააკვირდი ჩვენ გარშემო ხალხი როა? ნელა-ნელა ხო მათი საქმეები ემხილა. ნელა-ნელა ირკვევა რაღაცეები, რომ ნამდვილად აგენტები არიან. არ ჩერდებიან, მაინც იგივე საგრძელებენ. იმიტომ რომ სიამაყე აბრელებს, უხშობს ყველაფერს. და არის უგუნური. იმეორებს იმას, რასაც ამბობდა, არ აქვს თავდაბლობა. მაგრამ აქ ჩვენ ერთი საფრთხე გვაქვს, ჩვენ იმათ არ უნდა დავემსგავსოთ. ჩვენ ისინი უნდა გვიყვარდეს და მასზე უნდა ვიზრუნოთ. ხო გვექცევიან ზიზღით. გულშიც ვეზიზღებით, გარეგნულადაც გამოხატავენ, დაგვცინიან, რას არ გვეძახიან. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ მათზე უკეთესები ვართ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ვართ ცოდვილები. კაცობრიობა არის ცოდვები დამძილებული, რომელსაც ყავს ერთადერთი მხსნელი იესო ქრისტე და იესო ქრისტეს უნდა ვევედროთ. ნახეთ როგორ საოცრად იყო ნათქვამი. ერთადერთი ღირსება თუ კი რამე გვაქვს, ეს არის იესო ქრისტეთი. რომ განკაცდა, აი მან შეზინა კაც ღირსება. ისე არაფერი არ ახარ. სახარება ხო გვეუბნება, რომ ღმერთის გარეშე არაფერი შეგვიძლია. არაფერი არ ახარ და ეს უნდა აღიაროს ადამიანმა. ეს უნდა ისწავლოს ყველა ჩვენგანმა. და წინა საუბარში გქონდა ჩვენ ასეთი რამე ვთქვით, რო არ ესმით ადამიანების დაცემული ბუნება, ხშირად ვერ ერკვევიან გამოხსნა რა არის. ვერ იგებენ, აი რა შუაშია იესო ქრისტე, რატო არის მარტო ის მხსნელი? და ვინც არ მოინათლა, რატო ვერ გადარჩება? იმიტომ რომ მაგათმა ვერ გააცნობიერეს კაცობრიობა სანამდე დაეცა. ქრისტეს გარეშე ხსნა არ არის. გონიათ რომ კაცობრიობას რამე ღირსება აქვს, ამით თავს იწონებენ. და მოსაწონი არაფერი გვაქვს. ერთმა ამისი უნარი ყოველთვის მოგცეს გულში, ყოველთვის გქონდეს ეს ფიქრი, რომ არაფერი გაგიკეთებია ისეთი, რომ თავი მოიწონო. ჩვეულებრივ უღირსი ადამიანი ხარ. აი ეს გაამართლა, აი ამ ფიქრმა, ამაზრმა გაამართლა მეზორე. ამიტომ მოусმინა ღმერთმა. ნახეთ როგორ ამბობს ღმერთო, მილხინე ცოდვილს ამას. მორჩა. ჩვენ ამდენს ვლაპარაკობთ. მაგრამ ამას ვერ ხვდებით და ღმერთმა მიგვახვედროს. დაგვამდაბლოს, არავისზე ზედმეტი თავი არ გვეგონოს, არავის არაფერი დავამადლოთ და პირიქით. ყველას ვემსახუროთ. ნახეთ როგორ კარგად იყო ნათქვამი. ადამიანი ღმერთისთვის უნდა ეცხოვრდეს. ისე უნდა იცხოვროს, რომ ღმერთი განადიდოს. და ადამიანებისთვის თუ იქცევა, თუ რამეს აკეთებს განა, იმიტომ რომ ადამიანებმა განადიდონ ეს კაცი. ადამიანებს რომ ნამდვილი სამსახური გაუწიოს, ღმერთთან მიიყვანოს ადამიანი თავისი უბრალოებით და თავისი თავდაბლობით. მეთქვა ყველანი დაგლოცოს. გვაკურთხოს ამ საშინელი სენისაგან, ფარისეულობისგან გვიხსნას. ყველა ჩვენგანი მეტნაკლებად ფარისეველია. თავი არ გეგონოთ, რომ არ ახეთ ფარისეულები. მეც და თქვენც ფარისეულები ვართ. ყველა ჩვენი წილი გვაქვს ამ ცოდვასთან, მაგრამ ამას არ უნდა შევეგუოთ. ამას უნდა ებრძოლოთ. საკუთარ თავს რომ დაიჭერო, მოიქცეთ ფარისეულად, უნდა ამხილო. ამიტომ აღსარებას რო იტყვით, აღსარებაში ყოველთვის ძველს უთხარით, რომ მე ვარ ფარისეველი. ამბობთ? არ ამბობთ. თუ არ იტყვით, არ განიკურნები. ვარ აპარტავანი. კაცმოთნე. ამაყი.
ეს სოდები უნდა ჩამოვთვალოთ. რომ ღმერთმა მერე წყალობის თვალით მოხედოს, თორე თუ არ ჩამოთვლი, თუ არ აღიარებ, თუ არ გააცნობიერებ შენ შეცდომას, ვერაფერი ვერ გვიშოლის. და თვალთმაღწობას გავიქცეთ. თვალთმაღწობა არის ავსებული ფარისეველი ადამიანის მთელი სულისკვეთება. სულ თვალთმაღწობს. საკუთარ თავსაც ეთვალთმაღწება. საკუთარ თავსაც აჯერებს, რომ ნორმალურია. სინამდვილეში არ არის ნორმალური. ერთმა გვიშველოს ყველას და ძალა მოგცეს, რომ ამ სოდვას ვებრძოლოთ. რაც შეეხება ახლა ღვთისმსახურებას.